ყავის იტალიური ბრენდის ბარბერას ისტორია 1870 წელს იწყება, როცა ყავა ჯერ კიდევ არ იყო გლობალური ყოველდღიურობის ნაწილი. ამ პერიოდში ყავისმა კაფეში შეკრების კულტურას უკავშირდებოდა. მას ძირითადად ქალაქის საშუალო და მაღალი ფენა მოიხმარდა. ყავა მზადდებოდა ნელი, ხელით მართვადი მეთოდებით. შესაბამისად, მისი გემო მხოლოდ და მხოლოდ მოხალვის ოსტატობაზე იყო დამოკიდებული. სწორედ ამ პერიოდში დომენიკო ბარბერამ სამხრეთ იტალიაში ყავის მოხალვის ექსპერიმენტები დაიწყო და ხელნაკეთი აპარატი ტორნადო შექმნა, რომლითაც ყოველდღიურად მხოლოდ 300 გრამ ყავას ხავავდა. დომენიკომ მალევე გაითქვა სახელი და პირველი ყავის სახლი გახსნა, რომელიც ადგილობრივებისთვის მთავარ სოციალურ სივრცედ იქცა. ეს იყო პირველი კომპანია, რომელმაც ყავის მიწოდება შეფუთვით, ბრენდირებული პაკეტით დაიწყო რესტორნებსა და ყავის სახლებში. დომენიკოსთვის ყავა არასდროს ყოფილა უბრალოდ პროდუქტი. ეს იყო ყოველდღიური რიტუალი ადამიანებს შორის ურთიერთობისა და ზრუნვის გამოხატვის ფორმა. უკვე 155 წელია ჩვენი ოჯახის 6 თაობა მხოლოდ ყავას ემსახურება. ჩვენი მთელი ცხოვრება მიძღვნილი იყო ყავის მოხარშვისა და შექმნისთვის, რომელსაც დღეს მსოფლიოში უამრავი ადამიანი სურს. 1940-იან წლებში ნეაპოლში ახალი ქარხანა გაიხსნა. დისტრიბუციის ქსელი კი მთელი იტალიის მასშტაბით გაფართოვდა. ალპების ძირიდან სიცილიის სანაპიროებამდე ადამიანებს ერთი რიტუალი, ერთი გემო ერთიანებდათ. ბარბერას ყავის მარცვლები დღესაც მკაცრი კრიტერიუმებით შეირჩევა და თითეული მათგანი განცალკევებით, ნელი მოხალვის მეთოდით იხალება, რაც ყავას მაქსიმალურად უნარჩუნებს არომატსა და დაბალანსებულ გემოს. დღეს ბრენდი ისტორიულ მემკვიდრეობას თანამედროვე ხედვასთან აერთიანებს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს ნამდვილი იტალიური ყავის გემოსა და ტრადიციას აცნობს.